აბა დამეხმარეთ, როგორ მიჭირავს. თითებისად მაქვს. რომელი ჩამოვთვალოთ? მეორე, მესამე, მეოთხე. მეხუთე თითი მოთავსებულია ერთ-ერთი სახელურის, რომელიც ზედაპირზე. გარეთა ზედაპირზე. და წერა პირველი თითი სად არის? ნახეთ სად არის? იგი იმავე სახელურის რაზე? რომელ კიდეზე? ზედაპირზე მაქვს? ზედაპირი არის აღარა ესენი რომ აქვს. კიდეზე რომელზე? ორი კიდე აქვს მაშა. სახელოს ორი კიდე აქვს. შეხედეთ ეს და ეს. ზედაკიდეზე მაქვს. ხედავთ, ამას ახლა ნაკლებად იყენებენ, მაგრამ თუ გინდა ამითი და მუღამებ მაშის დაჭერას. მიხვდით ბავშვებო? მაგრამ უფრო კლასიკურია და უფრო პრაქტიკულად შეფის მეთოდი იწვება. თუ ეს ცოტა რთული რა არის. ნახეთ გახსნით ამას კარგად გავარჯიშებული. რის ხარჯზე ხდება, იცი, ნახე მაშის გაღება. ხედავთ რას ვაკეთებ? თომა შეხედე არა? ნახე მაშის გაღება და დაკეტვა. ეს არსად არ გამაქვს. ხდება ჯერ გაღების დროს, ნახე, აი ამ თითების სახსრებით და ხელის გულს ვახმარ. მიხვდით? ამიტომ ცოტა მაგით უკითხარით, კარგად დამუშავებული ეს სახსრებით უფრო რთულია, ვიდრე ის შეფის მეთოდის დროს. გასაგებია? აი, გაღება, ნახე, ეს სახსრები მუშაობს თითის სახსრებით და ხელის გულით. თამარ, მიხვდით? ივიკო მერე. აჰა. ესე იგი, გახსნა ხდება და დახურვა თითების სახსრებით, აი აქ რო სახსრებია. და რითი ხელის გულის მეშვეობით. ამიტომ ქიმიის დიდი ნაწილი შეიძლება უფრო შეფის მეთოდი ერჩიოს, ვიდრე ვთქვათ ეს. ეს იყო რომელი იანგის, ხო სწორი ვარ. და პარჩის. ნახეთ? როგორ მიჭირავს? ესე იგი, მეოთხე და მეხუთე თითი არის სახელურზე გარედან, მეორე და მესამე თითი სად არის? სახელურებს შორის და პირველი თითი წერა თითი აი ამ სახელურის ზედა კიდეზე. გახსნა ხდება, ნახე მესამე თითით გამზიდე, ნახეთ. მე კი ნუ მიყურებ ბიჭო. ამას უყურე. მირა ამას ხელს. თომა ხედავთ? ყველა ხედავს? რომელი თითით გამზიდე გავაღე? მესამე თითით ნახე კიდე უფრო გავაკეთოთ. აჰა, გავაღე მესამე თითით. მე ეს თითი გამაქვს აქ, ნახე და როგორ ხურა ეს რჩება. ხედავთ? ეს დავტოვე ესე. მოკეცილია და ამ სახელურის ზედა კიდეზეა. ეს წერა თითიც აქ ზედა კიდეზეა. ესე იგი, ნახე, კიდე გავაკეთოთ პარჩის მეთოდი. მესამე თითით გავხსენი მაშა. აი, ნახე, გავხსენი, გავიტანე გარეთ, აი ესე დავხურე. გავიგეთ ესე ცოქს მოსწონს ეს პარჩის ვიდრე ვთქვათ შეფის, მაგრამ ეს სამივე მეთოდი არსებობს მაშის გაღების და დახურვის. გინდა ეს კიდე ვაჩვენოთ? როიჯერ მაშას რადგან ხა თავიდან გინდა რომ თითები აწყო, თქვათ შეფი გინდა დაიჭირო შეფის მეთოდი. ჯერ შეიტანეთ მეოთხე თითი, უფრო ადვილია მე რომ დანარჩენი თითები მიხვდით? რომ აწყო როგორც საჭიროა. ასევე პარჩის დროს მეორე მესამე ხო შეიტანეთ შიგნით და მე ესე ადვილად აწყობ ამ თითებს. გასაგებია? მესამე თითით გამზიდე, გავაღე, გავიტანეს გარედან ზედაპირზე სახელურის და დავხურე. ესენია სულ. შემდეგ რომ მოხვალ